ძალიან საინტერესო პანელი გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონის და ქვეყნისთვისაც. პანელის დასახელება თბილისი, როგორც ინოვაციების ეკოსისტემის ჰაბი. მე ვარ ნოდო ივანიძე, ვიქნები თქვენი მოდერატორი. ერთი-ორი სიტყვით ჩემზე რო გითხრათ, ვარ სერიული ენტერპრენერი და ანგელოზი ინვესტორი და აქტიურად მუშაობ ჩემ ევროპელ, ამერიკელ და აზიელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი რეგიონის წინ წამოწევაზე და აქტიურ ინვესტირებებზე. ჩემს გვერდით ზიან ძალიან მაგარი სპიკერები და პანელისტები, ამ ეკოსისტემის შემქმნელები და შემადგენელი ნაწილები. ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, კრის ბარი, ამერიკის მარკეტ ექსეს ცენტრის თანათავმჯდომარე და რატი გოლიჯაშვილი, ბიოქიმ ფარმის დირექტორი, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართული კომპანიის სტარტაპს აღარ ვუწოდებ. ჩვენ დღეს გვექნება დაახლოებით 50 წუთიანი დისკუსია ინდივიდუალურად ერთმანეთში და შემდეგ თუ დრო მოგრჩება, შეგიძლიათ რომ კითხვებიც დაგვისვათ. მოკლედ, ეხა უკვე შეგვიძლია რომ გავიცნოთ ჩვენი პანელისტები. სიტყვით გადავალ ავთანდილ კასრაძესთან, რომელსაც შეიძლება რომ 2 წუთში წაგვიგინოს თავის შესახებ. Ოლექს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, ქალაქ თბილისის მერიას. რამდენიმე წელია უკვე იმართება ამ აღნიშნული ხასიათის ფორუმი და ყოველ წელს კიდევ უფრო და უფრო შთამბეჭდავი არის ჩართულობა და ზოგადად ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია რომ განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის ექცევა ინოვაციების მიმართულებას, იმიტომ რომ ქალაქ თბილისისთვის ინოვაციური განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ნაბიჯია იმისთვის რომ ქალაქ თბილისი კიდევ უფრო განვითარდეს და ახალი შესაძლებლობები შეიქმნას თბილისის მოსახლეობისთვის. ნუ ჩემზე უკვე ისაუბრე, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ვარ და ალბათ პროგრამა ისეც. გამარჯობა. მე ვარ რატი გოლიჯაშვილი, კომპანია ბიოქიმ ფარმის გენერალური მენეჯერი და მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვქნით და ვაწარმოებთ ანტიბიოტიკების ჯანსაღ ალტერნატივას ბაქტერიოფაგების გამოყენებით და საქართველოში ჩვენ ამ ყველაფრის დაახლოებით 100 წლიანი ისტორია გვაქვს. ძალიან საინტერესოა რომ საქართველო არ მხოლოდ ღვინის, არამედ ბაქტერიოფაგების სამშობლოც არის და ეს ისტორია 1920-იან წლებში დაიწყო. დღესდღეობით ჩვენი საწარმო ექსპორტს ახორციელებს ჩვენი უნიკალური ფაგების, ქართული ფაგების დაახლოებით 8 ბაზარზე, დაახლოებით არა, 8 ბაზარზე და ჩვენი მიზანია რომ აღმოფხვრათ მსოფლიოში ანტიბიოტიკო რეზისტენტობა და მივიტანოთ ეს უნიკალური ტექნოლოგია იმ პაციენტებამდე, რომლებიც იტანჯებიან ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ინფექციებით და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მსოფლიოში, იმიტომ რომ ყოველ წელს დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი იღუპება რეზისტენტული ინფექციებით და აღმოჩნდა რომ გვხვდა წილად საქართველოში ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის არსებობის და ჩვენ ამ ყველაფერს ვაგრძელებთ. 1934 წელს არის დაფუძნებული ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ბაზაზე ჩვენი საწარმო. დაახლოებით 4 წლის წინ დავიწყეთ მოდერნიზაციის პროექტი. 17 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ამ ყველაფერში და დღეს ეს არის ერთადერთი მსოფლიოში ფაგების საწარმო, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ძალიან მალე ჩვენი კომპანია მიაწოდებს ქართულ უნიკალურ ფაგებს მთელ მსოფლიოს. ძალიან მაგარია მეგობრებო და მგონი ტაშს იმსახურებს. ძალიან მეამაყება მე პირადად. და შემდეგი კრის ვთხოვ, რომელიც აქტიური მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ტექ და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების, თუ შეიძლება კრის 1-2 სიტყვით რო გითხრათ თქვენზე. Couple words about you. Thank the organizers, City Hall, and all of the staff that worked so hard to put this wonderful event together. My name is Chris Burry. If you couldn't guess, I'm an American. But for the last 5 years, I have been deeply engaged in helping build the ecosystem for startups and innovation here in Georgia. My own background is I'm a serial entrepreneur. I sold my first company when I was still in university. Thought I was the smartest guy ever.
started a second company and lost all the money I made in the first company and the second company to learn that I was not the smartest guy ever. But since then, I've had another 7 companies, multiple exits. And for the last 15 years, I've run a group out of Silicon Valley that does training, coaching, and mentoring of startup founders all over the world. Our team has now worked with more than 4,500 startup founders from 82 countries. And we only work in emerging ecosystems. We don't work in the big places, New York, San Francisco, Los Angeles. Our mission is to help startup founders in emerging ecosystems such as here in Georgia be successful and bring their innovations to the world. Thank you so much. Please clap. ყოველთვის ასიამოვნოა, როდესაც სამხელა გამოცდილების ადამიანები ჩვენ ქვეყანაში იმ გამოცდილებას გვიზიარებენ და მე ერთად ვითარდებით. უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კითხვებზე. პირველი კითხვით ავთანდილთან გადავალ, რაც ზოგადად 2014 წელს, 2013 წელსაც სიტყვა ეკოსისტემა, სტარტაპი, ინოვაციები ბევრმა არც კი ვიცოდით. მაგალითად, მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ვთქვი, რომ ჩემ სტარტაპს ვაკეთებ, მშობლები მეუბნებოდნენ, წადი იშოვე წესიერი სამსახური ბანკში. და სწორედ ამ პერიოდში იქმნებოდა 2014 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ავთოს მინდა ვკითხო, რა გზა გავლო, რა ისტორია, როგორ დაიწყო, საინტერესო იქნება ჩვენი სტუმრებისთვის, რომ მოისმენთ. ეკოსისტემა ეს არის რთული პროცესი, ამის შექმნა 2014 წელს შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ეკონომიკის და მდიდროდი განვითარების სამინისტროს ქვეშ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად გადაიქცა ცონასა და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება. რას ნიშნავს ცონასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკა? ნიშნავს, რომ განსაკუთრებით ჩვენერი პატარა ერი, რომელიც ასე ვთქვათ, რომლის ეკონომიკა არ არის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული, არა გვაქვს ნავთობი, არა გვაქვს გაზი, ჩვენი განვითარების ერთადერთი სწორი გზა ეს არის ადამიანური კაპიტალის მაქსიმალურად გამოყენება. ანუ ჩვენ რა ბიზნესაც ვქნით, ეს ბიზნესი იყოს წარმატებული და ამით ჩვენი ეკონომიკა გადმოვითაროთ. სწორედ ამაშია ინოვაციების მთავარი ძალა, რომ ინოვაცია შეუძლია თავისი არსით იყოს გლობალური ბიზნესები. ანუ ჩვენ როდესაც ვასაპორტებთ ინოვაციას, მხარს ვჭერთ ინოვაციას, გულისხმობთ, რომ ამ ინოვაციურმა პროცესებმა გლობალური პროცესების გლობალური challenge პრობლემების გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოს იმ ადამიანური კაპიტალით, რაც საქართველოს აქვს. საქართველოს ეს არის მცირე ეკონომიკა, არ არის საქართველოს დიდი ბაზარი, ხო? მაგრამ ჩინეთისნაირი ქვეყანა რო ვიყოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სირაშიდა ეკონომიკას თუ განავითარებთ, ამითაც მაგარი ვიქნებით, იმიტომ რომ საკმარისი რაოდენობის ადამიანები არიან. აქ არ გვაქვს ეგ. მეორე მხარე არის, არ უნდა ქონდეს მაშინ ბუნებრივი წეღისეული, რაც არა გაქვს და შესაბამისად ახლა აქ არის მთავარი ადამიანური კაპიტალის სწორად როგორ უნდა გამოიყენო. რაც ასევე კარგია, იმიტომ რომ ადამიანურ კაპიტალზე დაფუძნებული ეკონომიკაში თავარი მონაწილე სიტყვა ადამიანია. ანუ შესაბამისად ჩვენ ასე ვთქვათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი ბიზნესები გავაკეთოთ. ამისთვის საქართველოს მთავრობამ უკვე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები შემოიღო. თუმცა ეს ყველაფერი თავიდანვე არ იყო. პირველ რიგში ვქნით საერთოდ ეკოსისტემას და აქ ნოდარმა სწორედ აღნიშნა, რომ არ იყო საერთოდ ამაზე ცნობიერება, რომ კარგია შენი სტარტაპი გააკეთო, ინოვაციური სტარტაპი და იყო ის, რომ იცი რა, ანუ ცოტა სერიოზულად მოიქეცი, რას თამაშობ და წადი ბანკში მოლარედ იმუშავე თუნდაც. ეგ იყო უფრო უკეთესი, ვიდრე შენ სტარტაპს. იყო ერთი კომპანია, რომელიც კომპიუტერულ თამაშს აკეთებდა და ის მშობლები ეჩხუბებოდნენ, რომ თამაშ მოეშვიდა რაღაც ბანკში 400 ლარიანად, მაშინ 400 ლარი იყო ხელფასი მოლარედ ბანკში 2014 წელს და იმუშავა იქ. მე ამ ადამიანებმა გააკეთეს თამაში $1,000,000 შემოსავალი მიიღეს და მშობლებმა სხვანაირად შეხედეს ამ ყველაფერს, რომ ვითურმე არ თამაშობდა და აქ დიდი ბიზნესი შეიძლება გააკეთეს, ხო? ანუ ინოვაციები ეს არის რთული პროცესი, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ კარგად rewarded როგორ არის კარგად დაფასებული იმ შემთხვევაში თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგავთ. ეს არის ერთი მხრივ. მეორე მხრივ ჩვენ დავიწყეთ უკვე პირდაპირ მხარდაჭერა, დაფინანსების მექანიზმები შემოვიღეთ, დავიწყეთ
100,000 ლარიდან გაიზარდა 150,000 ლარამდე საგრანტო პროცესები, 650,000 ლარიანი საგრანტო პროგრამებიც ჰქონდა. ასევე ახლა უკვე გადავდივართ საერთოდ ახალ ეტაპზე, როდესაც ამ დაფინანსება იქნება აქსელერაციის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ შემოვიყვანთ წელს 4 საერთაშორისო აქსელერატორს და სტარტაპი, რომელიც იდეით მივა აქსელერატორში, კონკრეტული ასე ვთქვათ, მაილსტოუნები ექნებათ მათ, რაც უნდა მიაღწიონ განვითარებისთვის და ამის მიღწევასთან ერთად სახელმწიფო დააფინანსებს თითოეულს არა უმეტეს 200,000 ლარით. ეს არის თან საგრანტო დაფინანსება იმისთვის, რომ ინოვაციური იდეები განახორციელონ. დღეს უკვე ეკოსისტემა იმ დონეზე გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობამ პირდაპირ ინვესტიციების თვალსაზრისით სადღაც 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეთ, ხოლო ამ სტარტაპებმა 9 მილიარდზე მეტი დამატებითი ინვესტიცია ჩვენ ქვეყანას შემოიტანეს. ან 13-ჯერ უფრო დიდი ნამრავლი არის ჩვენს მიერ ჩადებულ ფულს და მათ შემდგომ ჩვენს ქვეყნის ეკონომიკაში შემოტანილ კერძო რესურსთან მიმართებაში, რაც ძალიან დიდი შედეგია და რა თქმა უნდა ტრადიციული ბიზნესს უბრალოდ შეუძლებელია ესეთი შედეგები გქონდეს, ხო? ტრადიციული ბიზნესის ზოგადად რა ვიცი 10-12% ზრდა ნორმალურია. ჩვენ შემთხვევაში არის სამნიშნად ციფრებზე საუბარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა განავითაროს. თან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ყველაზე სწრაფად გადის სწორედ ინოვაციური ბიზნესის განვითარებაზე, იმიტომ რომ ინოვაციებს აქვს რესურსი იყოს ძალიან წარმატებული. ვსაუბრობთ გლობალურ ბაზარზე, ხო? ანუ იგივე როდესაც ვსაუბრობთ ასე ვთქვათ საინფორმაციო ტექნოლოგიებში, მაგალითად მობილურ ტელეფონზე, ხო? ანუ მობილური ტელეფონი ეს არის დღეს ბაზარი 3 მილიარდ ადამიანზე მეტ ხალხთან. ანუ ეს არის ჩვეულებრივად ბაზარი, სადაც ჩვენ შეგვიძლია პროდუქტი გავყიდოთ. ჩვენ შეგვიძლია 3 მილიარდი კლიენტი გვყავდეს. ანუ გავაკეთოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მთელ მსოფლიოში ადვილად გავიტანთ. ამისთვის არ გვჭირდება ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებები არც ერთ ქვეყანასთან, ხო? ანუ აქ არის ტექნოლოგიური სამყარო, აქ არის ორი მოთამაშე, ეს არის Apple, ეს არის Google, Android-ის მიმართულებით განათავსებს შენ პროდუქტს და მთელ მსოფლიოში შეგიძლია გაყიდო. მთავარია კარგი პროდუქტი შევქმნათ. და აი აქ არის ჩვენი ადამიანური კაპიტალის და ინოვაციების ძალა, რომ სადაც შეგვიძლია ყველაზე უკეთესი პროდუქტი შევქმნათ და შემდგომ ბაზარი უკვე არის. დღეს არის ხელმისაწვდომი სწორედ ინოვაციების და ტექნოლოგიების საშუალებით, რაც თუნდაც 15 წლის წინ უბრალოდ არ არსებობდა ესეთი შესაძლებლობა. ასე რომ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა პროცესი კიდევ წინ მიდის და ის რაც 2014 წელს იყო, ეხლა ძალიან დიდია, თუმცა ალბათ ამას უკვე შემდგომ გავშლით, შემდეგ კითხვისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩვენ 10 წლიან შეჯამებისას 2024 წელს ქონა ახალი პრიორიტეტები დავასახელეთ, რომელიც კიდევ უფრო სხვა საფეხურზე აიყვანს, ვიდრე იყო თუნდაც ეხლა. ძალიან დიდი მადლობა ოთო და მეც დავამატებ 1-2 სიტყვით. 10 წელი არის ძალიან პატარა პერიოდი და უბრალოდ რო გესმოდეთ 10 წლის წინ მართლა ყველას ეცინებოდა რომ სტარტაპი რა არის და 10 წლის მერე ძალიან მაგარი პროგრესი დავდეთ, რაც მაგრა მიხარია და ძალიან მაგარია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა კრისთან გადავიდე კითხვით, ინგლისურად დავუსმევთ. You have been contributing to the Georgian innovation ecosystem for over the years, right? And since we were discussing that Georgian ecosystem basically started developing like 10-11 years ago, and you were involved actively for previous years, how you see the entrepreneurship talent and then developments in the country over these years? It's been an interesting process to watch because I'd say that there are a number of trends that I've seen that are happening in the ecosystem. One is just more people are trying. Starting a company is an incredibly challenging and risky thing to do. And you have to be fairly brave to say, I'm not going to go work at the bank, right? When I sold my third company, my mom looked at me and said, when are you going to get a real job? You know, it's a hard thing to do. And what is encouraging is that for many of the people in the country, this idea of entrepreneurship and startups as a career path has become one that is being considered. And I think that that is a really transformative thing, because what you want to have evolve here
is that the most talented, the most driven, the most ambitious people, you want them pursuing a career in innovation, right? If you look at Stanford or Berkeley, I also teach at Berkeley, the best of the kids at Berkeley don't want to go work at the bank. They don't want to go work at Google. They don't want to go work at Amazon. They want to go start their own company, right? That's where this super dynamic growth is going to come from. The second thing that I have seen is that more startup founders are thinking global from the first day. When I first got here, the startup founders, when they were thinking about what's the idea, what's the problem I'm going to solve, they were looking what's right in front of their face. Today, you see folks like Rati looking at global problems, right? And they're looking at global problems from the very first day. We call this being born global. That's really good, really, really good for the ecosystem. And the other thing that we're starting to see is we're starting to see exits. We're starting to see founders sell their company. And this is, I think, the real secret sauce of what makes startup ecosystems work. Because those successful startups, those successful founders, either go on and start other companies, their early employees go and start other companies, and they become the angel investors. Thank you so much, and it's very interesting to hear from Chris' perspective, right? So, and then it's exciting, like we've gone through all these years, so many developments, and then logically I'm gonna be going, oh, okay. ბოდიშით ძალიან შეჩეული ვარ ინგლისურად პანელების წაყვანას და მადლობა კრის რატისთან გადავალ ახლა შემდეგი კითხვით უკვე სტარტაპის და ასე ბიზნესის წარმომადგენელთან რატიმაც ახსენა ბევრმა ადამიანმა არ იცის რომ ღვინის საუკუნოვანი ტრადიციის გარდა ფაგები არის ჩვენი კიდევ ერთი ძალიან მაგარი ისტორიული ტრადიციული მოვლენა, რომელსაც რატი და მისი კომპანია ძალიან მაგრა ანვითარებს. მინდა რატის ვკითხო, როგორ აგრძელებს ბიოქიმ ფარმი ამ დიდ ტრადიციას და როგორი მოთხოვნაა ზოგადად ფაგების თერაპიაზე. მეც შეუერთდები კოლეგა პანელისტებს და მადლობას გადაუხდი ორგანიზატორებს, ასევე ჯიტას შესაძლებლობისთვის, რომ დღეს ვისაუბროთ ჩვენს საქმიანობაზე, რას ვაკეთებთ ბიოტექნოლოგიებში და ბიოფარმაცევტიკაში. ფაგებზე მოთხოვნა, ესე ვთქვათ, იმ პრობლემიდან გამომდინარე, ზუსტად რაც ვახსენე ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად, შეიძლება ითქვას ყოველდღიურად მზარდია იქედან გამომდინარე, რომ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მილიონობით არის მთელ სოფლიოში, საქართველოში და ყველგან იზრდება თვიდან თვემდე, კვირიდან კვირამდე და რა თქმა უნდა წლიდან წლამდე. და ჩვენი გზა, ესე ვთქვათ, ავთანდილმა ახსენა ჯიტას განვითარების გზა, ახალი სიცოცხლე, ესე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ 100 წელია ფაგების ტექნოლოგია არსებობს, ახალი სიცოცხლე ჩვენ კომპანიაში შეიძლება ითქვას, დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, ესე ვთქვათ, მიეცა ამ ყველაფერს და ჯიტასთან ერთად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჯიტას განვითარებასთან ერთად, იმიტომ რომ წავიკითხე ერთხელ სტარტაპ ჯორჯია გამოცხადდა 2016 წელს იყო, თუ არ ვცდები, ან 17 წელს ავტოშემისწორებს თუ 16 წელს და ფაქტობრივად იქედან ერთად მოვდივართ, მივიღეთ თითქმის ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ განვითარებულიყო კომპანია და ძალიან მადლიერები ვართ, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას ზურგის ქარი იყო ვალიდაცია ჩვენს ტექნოლოგიას, წამოწყებას პირველი ჯიტამ გაუკეთა, მას შემდეგ ვითანამშრომლეთ აწარმოეს საქართველოსთან, იგივე ჯიტასთან, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების პროცესში, რაც 17 მილიონი ლარის ინვესტირებას გულისხმობდა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც არის ევროკავშირი, EBRD და ასე შემდეგ და შევქმნით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი, შეიძლება ითქვას, ამიერკავკასიაში არ არსებობს სრული ციკლის საწარმო, რომელიც სტერილურ წამლის ფორმებს აწარმოებს.
და ჩვენ საქართველოში მოვახერხეთ. ორი სიტყვით ვიტყვი, უბრალოდ შეიძლება აუდიტორიისთვის საინტერესო იყოს 100 წელს ვახსენებთ ხოლმე ფაგებთან დაკავშირებით და ზუსტად 1 წუთს დაუთმობ ამ საკითხს. ამ ტექნოლოგიის ისტორია იწყება 1917 წელს ზოგადად, როდესაც ფრანგული წარმოშობის კანადელი მეცნიერი მიდის ინდოეთში, ფელიქს დერელი და იქ განგის მდინარეში, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გრძელ და ასევე დაბინძურებულ მდინარედ, აღმოაჩენს სუფთა წრეებს, ლაქებს. და მისი დასკვნის საფუძველზე აერთიანებს ორ ფაქტს, სუფთა ლაქები და ლეგენდას, რომ ამ დინარეს გააჩნია ჯადოსნური თვისებები. რომ ხალხი ჩადის და იკურნება დაავადებებისგან. და ამ ორ ფაქტს აერთიანებს ერთმანეთთან და ამბობს, რომ ამ სუფთა ლაქებს წარმოშობს უხილავი ორგანიზმები, მიკროორგანიზმები, რომლებიც ბაქტერიებს ჭამენ. და არქმევს ამ უხილავ მიკროორგანიზმებს ბაქტერიოფაგებს, ანუ ბაქტერიის შთამთქმელებს. და ამ აღმოჩენით ბრუნდება პასტერის ინსტიტუტში, იქ სამწუხაროდ ვერ მოიპოვებს ძალიან დიდ ხარდაჭერას და ალბათ საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის საბედნიეროდ საქართველოდან ახალგაზრდა მეცნიერი და ექიმ გიორგი ელიავა მიდის პასტერის ინსტიტუტში, რომ შეისწავლოს ვაქცინაციის ტექნოლოგია. და ხვდება ფელიქს დერელს, იცნობს, მას ჩამოყავს საქართველოში ფელიქს დერელი, მეგობრდებიან და აქ არსდება პირველი მსოფლიოში ინსტიტუტი, რომელიც შეისწავლის ფაგებს შემდეგი 100 წლის განმავლობაში. 1934 წელს შენდება პირველი, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი კომპლექსი, ინფრასტრუქტურა, როგორც ლეგენდა ამბობს, სტალინმა 300 მილიონი რუბლით დააფინანსა, რა თქმა უნდა, მთავრობამ, მაგრამ სტალინის ინიციატივით, მე ხშირად ვამბობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ან ერთადერთი ყველაზე ისე წვანე ინვესტიცია, რომელიც სტალინმა განახორციელა ისტორიაში. დღეს გრადი განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და ამასთან მიმართებაში და შესაბამისად ეს ტექნოლოგია ვითარდება, ესე ვთქვათ, კონფიდენციალურად საბჭოთა კავშირში. და სწორედ ამას ეფუძნება უკვე ჩვენი საწარმოც. დღესდღეობით მთელი მსოფლიო არის დაინტერესებული ამ ტექნოლოგიით. ბევრს აღარ გავაგრძელებ ამ ისტორიას, თუმცა ასე დაიწყო ყველაფერი და დღეს ვაგრძელებთ ამ ყველაფერს და გვინდა რომ შემდეგ დონეზე გადავიყვანოთ ეს ყველაფერი. ძალიან მაგარია, მადლობა საინტერესო ისტორიისთვის. და შემდეგი კითხვით გადავალ ახლა ავთანდილთან. რა მდგომარეობაში გვაქვს ახლა უკვე ინოვაციური და სტარტაპების ეკოსისტემა ავთანდილ და რა სამომავლო გეგმებია დანერგილი, როგორც ნახეთ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, სადაც ჯერჯერობით კერძო ინვესტორები, კერძო კაპიტალი 10 წლის წინ საერთოდ რო გეთქვა ვინმესთვის, რომ მოდი ფული ჩამიდეს სტარტაპში, მართლა დაგვრცინოდნენ, აი რატი ალბათ დამიდასტურებს და ეხლა საინტერესო იქნება გავიგოთ უკვე 10 წლის შემდეგ რა იგეგმება, რა მდგომარეობაში ვართ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ხო, რამდენიმე საკითხი აქვს. გავყოთ ორ ნაწილად, ზოგადად ინოვაცია უფრო ფართო თემა, ეს არ არის მარტო სტარტაპები. ზოგადად სტარტაპების ნაწილში დღეს უკვე ძალიან დიდი ინვესტიციები მოზიდული აქვს სტარტაპებს, თუმცა უმეტესობა ეს არის უცხოეთიდან მოღებული ინვესტიციები. ამ მიმართულებით სიტუაცია უმჯობესდება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. ზოგადად ჩვენ ვართ გვინდა არ გვინდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანა ბოლო ასე ვთქვათ ძალიან დიდი პერიოდი ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირში, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა თუნდაც ენტერპრენერშიპის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ესეთი რაღაც არ არსებობდა, ხო? ანუ მეწარმეობა არ არსებობდა, იმიტომ რომ ყველაფერი სახელმწიფოს იყო, ანუ კერძო საკუთრება საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად არ იყო ხალხი მიჩვეული ამ მიმართულებით საკუთარი ნაბიჯის გადადგმა. სახელმწიფოზე მუშაობდა ყველა, ეგრე ითვლებოდა, რომ ეს ყველაფერი არის, ყველას ქონება და ყველა მუშაობდა ყველას ქონებისთვის. იქაც რა თქმა უნდა ზოგი უკეთი იყო, ზოგი უფრო ცუდად, მაგრამ ფორმალურად ესე იყო. შემდგომ რა თქმა უნდა სტარტაპ ეკოსისტემას განვითარება უნდა და როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რეალურად ბიზნესები გაჩნდნენ იმ სახელმწიფო ქონებებზე დაფუძნებით და ტრადიციულ სექტორებში. ჩვენ ინოვაციური სექტორი არ გვქონია მაშინ, ხო? შესაბამისად, რომელიც მომგებიანი იყო და ფულს აგენერირებდა. შესაბამისად, დღეს საქართველოში მეტნაკლებად, ვისაც აქვს ფინანსური რესურსები, არის ტრადიციული ბიზნესში მოღვაწე.
მათთვის რთული არის გაიგოს ინოვაციურ ბიზნესში ფული როგორ უნდა ჩადოს. მაგალითად უკვირთ რომ ამბობს გუნდი მივა და ამბობს რომ მობილურ აპლიკაციას ქმნი და ფული მომეცი. ის მისთვის გაუგებარია, ანუ აი ვიღაცა რომ მიდის და ეტყვის რომ მოდი რესტორანს გავხსნიო, მისთვის გასაგებია, იმიტომ რომ დაითვლის, რა ვიცი, სამზარეულო ამდენი ჯდება, შენობა ამდენი ჯდება. მე თუ ეს რესტორანი არ ვარ, ეს სამზარეულო მაინც დამრჩება და ეს შენობა მაინც დამრჩება და დაითვალა. ეხლა მობილურ აპლიკაციას რომ რა იცის, კოდს წერს ის, ანუ თუ არ გაამართლა იმ მობილურ აპლიკაციამ ფული როგორ უნდა დაიბრუნოს ვერ ხვდება. ამიტომ რადგანაც ვერ ხვდება, თუ მაინც მოწონს რომ მოდი კარგი იდეა, ეუბნება ესეთ რაღაცას. კაი, ჩავდე ფულს, ოღონდ 70% უნდა მომცეო. როდესაც სტარტაპი მივიდა და უთხრა რომ 2%-ს მოგცემო, რაც სტანდარტი არის. ხო, ანუ რაღაცებზე ამას დრო ჭირდება, ამას გამოცდილება ჭირდება, ამას წარმატებული кейსები ჭირდება იმისთვის, რომ ქართულმა ინვესტორმაც გააცნობიეროს, რომ ინოვაციურ ბიზნესში სხვანაირი წესები მოქმედებს, აქ სხვანაირი კაპიტალი დაბანდება და სხვანაირად იანგარიშება ზოგადად კომპანიის ღირებულება და არ გასდის მის ესეც რა არის ძირითად აქტივებზე, არამედ ის პოტენციალზე, რომელსაც სტარტაპ შეუძლია დააგენილოს. ეს ერთი ნაწილი. მეორედაც საუბრობთ ზოგადად ინოვაციების ეკოსისტემაზე და აი რასაც ამბობდა იმ ნაწილში კიდე ერთს გავაგრძელებ, რომ ზოგადად ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, რის გამოც ინოვაციები არ ვითარდებოდა, არის ის, რომ ჩვენ არ ვაღიარეთ, რომ საბჭოთა საქართველო იყო საბჭოთა საქართველო და არა დღევანდელი საქართველო. რას გულისხმობ? დღეს რაც კი კვლევით ინსტიტუტები გვაქვს საქართველოს შექმნილი, ყველა აბსოლუტურად და 50-ზე მეტი გვაქვს შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს. ემსახურებოდა საბჭოთა კავშირის საჭიროებებს, ის არ ემსახურებოდა საქართველოს საჭიროებებს. საბჭოთა კავშირი იყო ყველაზე დიდი სახელმწიფო მთელ მსოფლიოში. ყველაზე დიდი. რაც კი ინდუსტრია არსებობს სამყაროში, ყველა ინდუსტრია იყო საბჭოთა კავშირში. და შესაბამისად საბჭოთა კავშირმა სამოუკავშირო სახელმწიფოებში შექმნეს კვლევით ინსტიტუტები, რომლებიც ამ ინდუსტრიებს ემსახურებოდა. მეტალურგია იყო თუ ელექტრონიკა იყო თუ ფიზიკა იყო თუ ქიმია იყო თუ ფარმაცევტია, მნიშვნელობა რა აქვს, ამ ინდუსტრიებზე მუშაობდა ეს კვლევით ინსტიტუტები. დავალები მოდიოდა, მჭირდება ტექნოლოგია, მანგანეზის გაწმენდის ტექნოლოგია და მუშაობდა საქართველოს, ბელორუსეთს და შემდეგ. დაიშალა საბჭოთა კავშირი. ეს კვლევითი ინსტიტუტი რა თქმა უნდა საქართველოს შემორჩა, მაგრამ ინდუსტრიების 95% გაქრა. იმიტომ რომ პატარა სახელმწიფო ვართ, შეუძლებელია კოსმოსური ინდუსტრია საქართველოში არსებობდეს, ხო? ანუ ყველაფერი ვერ იქნება ესეთ პატარა ქვეყანაში. და ამ დროს ჩვენ ამდენი კვლევითი ინსტიტუტი დაგვრჩა, ინდუსტრია აღარ დაგვრჩა, ინდუსტრიის გარეშე კვლევითი ინსტიტუტი ვერ ვითარდება, იმიტომ რომ თუ არ იცი ინდუსტრიას რა პრობლემები აქვს, რაზე მუშაობ, მაშინ ტექნოლოგიას რისთვის ქმნი, თუ ინდუსტრიას ის არ ჭირდება. ამ დროს მეცნიერებმა უნდა იმუშაონ და იგონებენ ხოლმე რაღაც პრობლემებს, რომ აი ამას გავაკეთებ და ეს ინდუსტრია ჭირდება, რომელსაც რეალურად ინდუსტრიას არ ჭირდებოდა. დაკარგა კავშირი ინდუსტრიამ და აკადემიამ და აქ მივიღეთ შედეგი, რომ ყველა კვლევითი ინსტიტუტი დამოკიდებულია, რომ მთავრობამ გადაუხადოს მათ ხელფასები. და ის არ არის განვითარებაზე ორიენტირებული. შესაბამისად, თუ განვითარებაზე ორიენტირებული არ არის, ინოვაცია არ იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ შარშან ჩვენს 10 წლიან ასე ვთქვათ შეჯამების ღონისძიებაზე დავაანონსეთ ახალი მიმართულებები, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქვეყანას ქონოდეს ტექნოლოგიური პრიორიტეტები. რა ტექნოლოგიური პრიორიტეტებსაც ავირჩევდით, იმ ტექნოლოგიური პრიორიტეტებით ჩვენ უნდა გქონდეს ამბიცია, რომ ვიყოთ ერთ-ერთი წამყვანები მსოფლიოში. იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებით ინოვაციების ბიზნესში რაღაც შიდა ბაზარი ეგეთი ცნება არ არსებობს. ინოვაციების თემაში არავინ არ წავა და არ იყიდის მობილურ ტელეფონს, იმიტომ რომ ეს არის ქართული. იყიდის იმ მობილურ ტელეფონს, რომელიც არის ყველაზე კარგი. ხო? იყიდის ითამაშებს იმ კომპიუტერულ თამაშს, რომელიც არის ყველაზე კარგი და არა ის, რომელიც არის ქართველების მიერ შექმნილი. ხო? ანუ ან ხარ ყველაზე მაგარი, ან ბიზნესი არ გაქვს საერთოდ ინოვაციების თემაში. ამიტომ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ აგვერჩია პრიორიტეტები, ქვეყნის სამეცნიერო პრიორიტეტები, რომლის მიმართულებითაც ჩვენ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამდით. იყო მცდელობა მეცნიერებათა აკადემიამ გვითხრა, რომ რამდენიმე წლის წინ ისტორიას ყვები, რომ ასე ვთქვათ, პრიორიტეტებს
განსაზღვროთო სამეცნიერო პრიორიტეტები და მოგაწვდითო რეკომენდაციასო და მართლაც მოგვაწოდეს ეს რეკომენდაციები. თქვენი აზრით, აი ციფრიურად დამისახელოთ, აი დაახლოებით რა ციფრზე არსებობს. მეცნიერებათა აკადემია გითხრა, რომ აი სამეცნიერო პრიორიტეტები ქონდეს ქვეყანას, აი რამდენზე შეიძლება იყოს საუბარი. არა, რამდენ სამეცნიერო პრიორიტეტზე, თანხაზე არ არის საუბარი. ანუ რამდენი დარგი? 8. თქვენ რამდენი თქვით? 50. ну რეალურად მათ გამოგვიგზავნის სიასათიც იყო 86 ჩამონათვალი. 50 ანუ 50 86 ამის მერე სიტყვა პრიორიტეტი ნონსენსია. 50 პრიორიტეტი არ არსებობს, 86 პრიორიტეტი არ არსებობს. ნიშნავს რომ ყველაფერი პრიორიტეტია. 86 პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც არ შეიძლება კონდეს, ხო? ანუ ისე დიდ სახელმწიფოს, აქ ფულზე არა მარტო საუბარი, ადამიანურ კაპიტალზე არის საუბარი, ხო? შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ განსაზღვრეთ მე მართლა რა უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი და 3 პრიორიტეტი განსაზღვრა საქართველოს მთავრობამ. პირველი ეს არის ფაგების მიმართულება და რატო ახლა ძალიან კარგად აღნიშნა რატიმ რომ ზოგადად ფაგები ეს არის ქართული შეგვიძლია ვთქვათ რომ როგორც ღვინო პირველად საქართველოს შეიქმნა ოღონ მაშინ 8000 წლის წინ საქართველო არ იყო როგორც სახელმწიფო ფაგების შემთხვევაში საქართველო უკვე როგორც სახელმწიფო იყო და მართლა საქართველოში შეიქმნა ფაგების ტექნოლოგია ანტიბიოტიკებს აქვს უდიდესი პრობლემა მთელ სოფლიოში ბევრ ინფექციებთან მიმართებაში ანტიბიოტიკი საერთოდ აღარ მოქმედებს. ანუ ადამიანები ვიღებთ და ის არაფერს არ გვიცვლის, იმიტომ რომ იმუნური გახდა ადამიანის ორგანიზმი ანტიბიოტიკებთან მიმართებაში, ხო? შესაბამისად აქ არის ძალიან დიდი საჭიროება რომ ვიპოვოთ ალტერნატივა და მთელი მსოფლიო ეხლა დღეს ეძებს ალტერნატივას. ამას ვამბობ რომ ერთადერთი კარგი რითაც გაგვიმართლა ჩვენი საბჭოთა კავშირში ყოფნის ეგ იყო რომ ფაგები სწორედ საქართველოში განვითარდა, იმიტომ რომ დღეს მთელი მსოფლიო დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებმა 2009 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს როდესაც პრიორიტეტი გახადეს ფაგების მიმართულება დღეს ყველა დიდი სახელმწიფო ჩინეთიდან დაწყებული გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ბელგია, საფრანგეთი, ევროპული ქვეყნები დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ფაგების მინიმუმ 30 წლით ჩვენ წინ ვართ. დღეს, ოღონდ თუ სწრაფად კიდე ნაბიჯები არ გადავდგით, ძალიან მალე დაგვეწევიან, იმიტომ რომ ეს 30 წელი ძალიან სწრაფად იცვლება დღეს იქიდან გამომდინარე რომ ტექნოლოგიური პროცესები ბევრად სწრაფად მიდის ვიდრე ადრე მიდიოდა. ამიტომ ჩვენ თქვით რომ ფაგების მიმართულება ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, ეს არის ქართული ტექნოლოგია, გლობალური მოთხოვნა, არა მარტო სახელმწიფოები, არამედ დიდი ფარმაცევტული კომპანიები, მაგალითად Pfizer-ი, მაგალითად AstraZeneca, განიხილავს რომ ფაგებზე დააფუძნოს მისი ვაქცინები იქნება ეს თუ წამლები. შესაბამისად აქ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენ, თითქმის საუკუნოვანი ისტორია გვაქვს. 30-იან წლებში შეიქმნა თვითონ ეს კვლევითი ინსტიტუტი და ერთი ეს ასე ვთქვათ ფაგების შექმნის და მეორე ადამიანებზე მკურნალობის გამოცდილება გვაქვს, იმიტომ რომ საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ფაგები ჩათვლილი იყო როგორც სამკურნალო საშუალებად. და რავი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რომ გააჩერო ადამიანი ყველა გეტყვის რა არის ფაგი. ეხლა მონაკოში რომ გააჩერო ადამიანი არავინ არ გეტყვის რა ფაგებიო, რებს მელაპარაკებიო, ხო? ამას ცნობიერება უნდა დღეს მსოფლიო მიდის ამ მიმართულებით, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას განიხილავს დღეს და კიდევ ბევრი რაღაცა თამამაჩემილია თქვა რომ საქართველოზე იქნება დამოკიდებული ჩვენ თუ სწორად განვართეთ აქ პროცესები კვლევების პირველ რიგში და GDP სტანდარტის და ასე შემდეგ ყველა GMP სტანდარტის და ასე შემდეგ ყველაფერი საქართველოში იქნება დაცული ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმას რომ ფაგი აღიარდეს როგორც წამალი და გაიყიდოს როგორც ფარმაცევტული პროდუქტი რაც იქნება ძალიან დიდი ინდუსტრიაზე პირდაპირ გარღვევა და ქართული ტექნოლოგია შეიძლება გლობალური მოთამაშე იყოს. ამიტომ ერთი ეს არის ფაგები რომელიც ცენტრიც ეს არის თბილისში, აი მერის ღონისძიებაზე ვარ და მერის უკანა ქუჩაზე, გოთუას ქუჩაზე არის წარმოდგენილი მთელი კლასტერი ფაგების მიმართულების. მეორე მიმართულება ეს არის ხელოვნური ინტელექტი, აქ არ მოვყვები, იმიტომ რომ დღევანდელ ფორუმში არ არის განსაზღვრელი აქ ეს მიმართულება უკვე ქუთაისის ნაწილი იქნება ძირითადად.
ქუთაისის პარლამენტის ყოფილი პარლამენტის შენობაში განთავსდება ხელოვნური ექსცელენს ცენტრი და კიდევ ბევრი სხვა მიმართულება იქნება იქ და მესამე არის აგროტექნოლოგიები. რატო აგროტექნოლოგიები? იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არის დასაქმებული სასოფლო-სამეურნეო სექტორში ოღონდ სამწუხაროდ ტექნოლოგიების გარეშე. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი კომპანიები, არ გვყავს აქ განსხვავებით დიდი აგრი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ქვეყნები და მაგალითად ჰოლანდიასთან შედარებით აქ ყავს ჩვენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და საოჯახო მეურნეობები და როდესაც საოჯახო მეურნეობის საუბარი არის საუბარი მცირე მიწაზე არ არის დიდი კაპიტალი, შესაბამისად არ არის დიდი შემოსავალი, შესაბამისად არც იმის აპეტიტია რომ ინვესტიციები ჩადოს კვლევებსა და განვითარებაში, ახალი ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე და დღეს თუ ინოვაციებს არდებ პამიდურის მოყვანაშიც კი მოკლედ კონკურენტული ვერ იქნები რა. ჩვენ ბაბუებს როგორც მოყავდა პამიდორი, დღესაც რო ეგრე მოყავს, ნიადაგი შეიცვალა, ბუნება შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა, უკვე აღარ არის შენი პროდუქტი კონკურენტული, ვერსად ვერ გაყიდი. შიდა ქვეყანაშიც ვერ გაყიდი, იმიტომ რომ ვეღარანაირ სტანდარტს ვეღარ აკმაყოფილებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინოვაციები შევიტანოთ ამ სფეროშიც და აქაც მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება, ასე ვთქვათ, ექსცელენს ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პირველ რიგში ქართულ შიდა მეურნეობებს დავეხმაროთ და მეორე მხრივ საქართველოს უნიკალური ქვეყანაა, იმიტომ რომ ესეთ პატარა ტერიტორიაზე გვაქვს 14 კლიმატური ზონა. დაწყებული ალპური ზონიდან დამთავრებული სუბტროპიკული ზონით და ზღვა და რა ვიცი, ყველანაირი მიკროკლიმატის საშუალება იძლევა ბევრნაირ ექსპერიმენტებს. და ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ აი ამ სამი ტექნოლოგიური მიმართულებით, ფაგები, აგრიტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ გვაქვს მსოფლიო დონის პოტენციალი და ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ინვესტიციებს განახორციელებს საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომ 10 წლიან ჭრილში. მადლობა. ძალიან მაგარია უკვე ნებისმიერ დამწყებისთვის, რომ ვიცით უკვე პრიორიტეტები, წინა 10 წელი თუ ბევრი რაღაცები გამოვცადეთ, ახლა უკვე ვიცით კონკრეტულად რაში მივაწვევით და განმოვითარებთ და ვიქნებით მაგრები და როგორც ავთომახსენა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახელდა ბაქტერიოფაგები და რატისთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით, რა შესაძლებლობებს ხედავთ ამ მიმართულებით კვლევითი ცენტრის შექმნაში, როგორ შეიძლება გქონდეს ამას გავლენა ბიოქიმ ფარმზე და პირიქით. მადლობა ნოდო, მეც შეუერთდები ავთანდილის მოსაზრებას, რომ პრიორიტეტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განვითარდეს ნებისმიერი სფერო, განსაკუთრებით უკვე იყო ხსენებული ისეთ მცირე ეკონომიკაში, როგორიც არის საქართველოს და ნავთობის იმპორტიორ და არა ექსპორტიორ ქვეყანაში, მცირე პოპულაციის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტები დაისახოს, იმიტომ რომ თუ არ ვიცით სად მივდივართ და ყველგან მივდივართ, ვერ მივალთ ვერსად. აქედან გამომდინარე ვეთანხმები აბსოლუტურად ამ მიდგომას ინოვაციების განვითარების მიმართულებით და მე მგონია, რომ ცოტა შეიძლება ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მართლა გაგვაჩნია ის პოტენციალი, რომ რამდენიმე მიმართულებაში ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე მაგრები და მიღწევები იყოს ნამდვილად არანაკლები, რომელიც აქვს მაგალითად შვეიცარიას, ავსტრიას, გერმანიას, შტატებს, იაპონიას და ასე შემდეგ, თუმცა სწორი მიმართულებების შერჩევა არის და მე აბსოლუტურად შეუერთდები, ესე ვთქვათ, ამ სამ პრიორიტეტს და განსაკუთრებით ფაგებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. ანტიბიოტიკო კრისმა ახსენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურ პრობლემას ჭრიდეს კონკრეტული სტარტაპი იქნება ბიზნესი თუ ინდუსტრია თუ ყველაფერი და ერთის მხრივ ჩვენ როცა ფაგებზე ვსაუბრობთ, გვაქვს ძალიან გლობალური დიდი პრობლემა, რომელსაც ჯანდაცვის კრიზისი ეძახიან, მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი ეძახიან, ეს არის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა და ეს პრობლემა საჭიროებს გადაჭრას და დღეს არ არსებობს ალტერნატივა გარდა ბაქტერიოფაგების. რა თქმა უნდა, გავა 1 წელი, 2 წელი, 5 წელი, 10 წელი და ალტერნატივების გამოჩნდება, რა თქმა უნდა, თუმცა დღეს უკვე გვაქვს ეს და გვაქვს უკვე 100 წელია. ეს ალტერნატივა ფაგების სახით და შესაბამისად საჭიროებს უდიდეს ყურადღებას და მივესალმები, ეს არის ძალიან პოზიტიური სიგნალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნოდომ კვლევითი ცენტრი ახსენა და მე რამდენადაც ვიცი და ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ კვლევითი ცენტრია, ეს არის სტრუქტურა, ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ლაბორატორიიდან, იდეიდან
აფთიაქამდე, ესე ვთქვათ, მივიდეს ის კონკრეტული წამალი, რომელიც წამლად უნდა იქცეს, იდეა, წამლად უნდა გადაიქცეს, ამ ყველაფრისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ეს შეიძლება მოიცავდეს ლაბორატორიებს, ბრწყინვალების ცენტრს ვეძახით, ხო, excellence ცენტრს ამ ყველაფერს და მათ შორის საპილოტე წარმოებას, ნამდვილ წარმოებას, კვლევით ინსტიტუტებს, ჰოსპიტალს, საავადმყოფოს, სადაც ეს ყველაფერი დაიტესტება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი მოხდება ერთი კლასტერის ფარგლებში და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება თბილისში და იქნება გოთუას ქუჩაზე, იმიტომ რომ ძალიან მიამაყება, რომ ზუსტად გოთუას ქუჩიდან თბილისიდან შეგვიძლია, შეიძლება ითქვას, შევცვალოთ მსოფლიო. ჩვენი როლი, ესე ვთქვათ, ამ ყველაფერში, ჩვენ ძალიან გვინდა რომ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შევიტანოთ ამ ყველაფერში. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება გვაქვს წარმოების მიმართულებაში უშუალოდ. შესაბამისად, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ამ პროექტში, დავეხმარებით წარმოების მიმართულების განვითარებაში, ახალ იდეებს და კლასტერის განვითარებას და გვაქვს ბევრი გეგმები, როგორც არის ახალი ფორმების წარმოება, მშრალი ტაბლეტირებული, კაფსულირებული ინოვაციური პროდუქტების წარმოება, ფაგების პროდუქტების წარმოება და რა ვიცი, მხოლოდ მივესალმებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ კონტრიბუცია შევიტანოთ ამ მართლა ქართულ და გლობალურ საქმეში. ძალიან დიდი მადლობა. დავბრუნდით თბილისზე და ინოვაციურ ჰაბზე. კრისტალ მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით. ინგლისურად რა უთხრა, ყველას გესმით ხო, ალბათ? ინგლისურად რა დავუსაკითხვა? თუ ქართულად გირჩევნიათ? Okay. So, Chris, I'll go English. As I know, you are spending more and more time in Tbilisi, right? And it's very inspirational for somebody who is thinking to relocate investors, big companies, mentors in Tbilisi and Sakartvelo, right? What made you spend more and more time in Tbilisi? That's a somewhat complicated question. But as different as this may sound, when I first came here to visit, I was actually invited, came and spent a weekend to just sort of poke around and see what was going on. I was just overwhelmed by the sense of hospitality here in Georgia. I mean, just really, really overwhelmed, and that never changed. There is a warmth and a welcoming spirit that it's like, okay, I am not from here, but I am welcome. I am welcome here. I am ashamed to say I don't speak much Georgian. It is relatively simple and straightforward for someone who does not speak Georgian to be able to sort of live and operate here. There are other countries where that's not the case. But the other thing is I sincerely believe, the only way I know how to describe this is to say that Georgia's having a moment. A lot of the entrepreneurial ecosystems around the world go through a period that's a 5 to 10 year kind of period where it's sort of like, this is the make or break time. Either entrepreneurship, innovation is going to take root and take hold, or it's not. It'll be a passing fad, but then it'll go back to the way it was before. And when I first came here, it really felt to me like this was Georgia's moment, and I think I was right. And I remember that first trip flying back from Georgia. I went from here to Barcelona, another emerging ecosystem, and I was like, why does this place feel familiar? Never been here before, right? And somewhere between here and Barcelona, I realized that it felt a great deal like Estonia in 2010, when Estonia was having its moment, right? And I was like, this is pretty cool. And as someone who is committed to helping startup founders around the world, this seemed like a really good place to be. And I don't regret the choice. The hospitality has continued to be amazing.
But I've had through JITA and other programs, I've had the opportunity to literally meet hundreds of Georgian founders, including Rati sitting right here. And just the spirit of the people is amazing. And, I look forward to continuing to be here. It is my second home. I actually have a house in Vake. And it is a place that it is easy to come. The hospitality is great. And the startup community also is very welcoming. There is a sense of real community that has been built here. And that's so incredibly important. ძალიან დიდი მადლობა, thank you. ძალიან მომოტივირებელია ესეთი გამოსტილი ადამიანი, რომ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ქალაქს თბილისს ირჩევს საცხოვრებლად და ბევრი ადამიანია კიდე ევროპიდანაც, აზიიდანაც და ამერიკიდანაც, ვინც ჩვენ ქვეყანას ირჩევს საცხოვრებლად და ჩვენთვის უნდა იყოს მომოტივირებელი, რომ რამაგარ ადგილზე ვართ. დროში ვიცი, რომ ცოტა შეზღუდულები ვართ. ერთი ბოლო კითხვა მაქვს და შეგვიძლია რომ სამივე ვთქვათ. ანუ როგორ ვახდენთ შეგიძლია ავთანდილმა დაიწყოს თბილისის პოზიციონირებას საერთაშორისო სტარტაპ და ინოვაციურ რუკაზე. თბილისის მიმართულებით მართლა ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს. პირველ რიგში ზოგადად ჩვენ ქვეყნის ეკოსისტემაში რომ შევადაროთ თბილისის როლს არის რომ 267 სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული და 266 თბილისიდან არის. შესაბამისად რაღაც კონდა თბილისის დომინანტია მიმართულებითაც ინოვაციების ეკოსისტემაში. ასევე ქალაქ თბილისის მერიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერი მექანიზმები, რომ მუდმივად თბილისში როგორც ინოვაციური ეკოსისტემა მუდმივად უხდეს და აქ მუდმივად ასევე საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები ემართებოდეს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად ერთი რო თბილისი გამოვყოთ სხვა ქალაქებთან საქართველოს, მაგრამ ზოგადად თბილისს კიდე ძალიან ბევრი გზა აქვს გასავლელი, რომ ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით კიდევ იყოს კიდევ უფრო წარმტაცი, ასე ვთქვათ, მიზიდულობის ადგილი. ამ მიმართულებით რა თქმა უნდა თბილისს აქვს მთავარი პოტენციალი. დღეს არის უცხოური სამუშაო ძალის შემოდინება ძალიან დიდი დოზით დაფიქსირებული IT მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და დაახლოებით 35,000 ადამიანი არის საქართველოში უცხოელი ამ მიმართულებით მარტო, რომელიც მუშაობს, ცხოვრობს, ეს არის მაღალანაზღაურებადი პროფესიები. საშუალო ხელფასი თვეში არის დაახლოებით 15,000 ლარი და ზევით. ამ ინდუსტრიაში და შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ესეთი სამუშაო ძალა ქვეყანაში შემოდის. ეს ერთი გარდა ამისა ჩვენ ახლა ზუსტად დაჩქარებული წესით საქართველოს პარლამენტი განეხილავს უცხოური IT სპეციალისტებისთვის გამარტივებული სწრაფი გზით residence permit, მუშაობის ნებართვის გაცემის უფლებას, რაც კიდევ უფრო მეტი მიზიდულობის ძალა იქნება და პირველ რიგში თბილისის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური სამუშაო ძალის შემოდინება. ეს პირდაპირ ხელს უხსნით ასევე საერთაშორისო მეტი კომპანიის საქართველოს შემოსვლას და დღეს 150-ზე მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია საშუალო ხელფასი 10,000 ლარზე ზევით და ეს დასაქმების შესაძლებლობაა რა თქმა უნდა პირველ რიგში თბილისის მოსახლეობისთვისაც. გარდა ამისა ჩვენი ინიციატივით უკვე მეორე მესმენით პარლამენტმა დაამტკიცა ინოვაციების შესახებ კანონის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ ინოვაციურ სტარტაპს, რომელიც არის საქართველოში რეგისტრირებული და მიიღებს ამ სტატუსს ჩვენგან, პირველი 3 წელი აბსოლუტურად 0%-იანი საგადასახადო რეჟიმი იქნება, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის კი მის მიერ თანამშრომლობაში გაცემულ ხელფასზეც კი 0%-ს გადაიხდის. მთავრობამ უარი თქვა, რომ ჩვენ არ ამოვიღებთ სტარტაპისგან ფულს, პირველი 3 წელი საერთოდ თან პირიქით აკეთო ინოვაციური სტარტაპი გააკეთოს. ესეც რა თქმა უნდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება და როგორც გითხარით 267 სტარტაპიდან 266 თბილისის არის. შესაბამისად აქ კიდევ ბევრი პროგრამებია დაგეგმილი, რომ მას შორის უცხოური სტარტაპები მოვიცდოთ ქვეყანაში და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი იქნება რამდენიმე წელიწადში ამ რეგიონის ისეთივე დონის, ასე ვთქვათ,
ქალაქი, როგორც რო გავიგებთ სან-ფრანცისკოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ევროპაში ლონდონს, დაახლოებით აი ეგეთი ამბიცია გვაქვს ზუსტად რომ თბილისი იყოს ესეთი ქალაქი ინოვაციების მიმართულების და არა მარტო ამბიცია, ამის რეალური სურათი ჩანს და თელს რეგიონში თბილისი ითვლება ერთ-ერთ მთელი რავი ჩვენი მეზობელი ქვეყნები და უფრო ფართო მეზობელი ქვეყნებში გამოკითხვა რომ ჩავატაროთ მათი ქალაქის შემდგომ სად იცხოვრებდიო თბილისი ერთ-ერთ წამყვან ადგილზე იქნება იმიტომ რომ ზოგადად ბუნებრივი უპირატესობები ისედაც გვაქვს და ამას დავუმატოთ ის სახელმწიფოს ხელშემწყობი ქმედებები ამას კიდევ უფრო მეტ შედეგზე მიგვიყვანს დარწმუნებული მადლობა ოთო რატი შენს თუ გინდა რომ დაამატო 1-2 სიტყვა თბილისთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე კრისთან გადავალ და მე კითხვები თუ გექნებათ დაგვიშლით. არ მინდა რომ გამეორდე და ბევრი ვისაუბრო ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ და იგივე, მაგრამ უბრალოდ მაგალითს ვიტყვი და ისევ ჩვენი სფეროდან რა თქმა უნდა დღეს საქართველოში თბილისში ჩამოდის ათასობით ადამიანი რომელიც საჭიროებს მკურნალობას იმის გამო რომ ანტიბიოტიკები ვეღარ კურნავენ დაავადებებს. და ეს ადამიანები ჩამოდიან აქ კვირების განმავლობაში რჩებიან და შესაბამისად ეს მთელი ხარჯი რაც აქ გაიწევა ქართულ ეკონომიკას ესე ვთქვათ ხმარდება და აძლიერებს ქართულ ეკონომიკას. ეს შეიძლება იყოს 2000, 3000, 5000, 10000 ადამიანი. საქართველოდან გადის დღესდღეობით იგივე მიმართულებით ჩვენი ნაწარმოები პრეპარატები, არ ვიცი, ასეულობით 1000 ფლაკონი თეორიულად შეიძლება ვთქვათ და ეს პრობლემა როგორც ვახსენე უკვე არსებობს, გამოსავალი არსებობს საქართველოში და ეს არის უნიკალური გამოსავალი. მარტო ჩვენ გვაქვს ამ დონეზე განვითარებული. შესაბამისად, ამას თუ რეპლიცირებას და მასშტაბირებას გავუკეთებთ, თავისუფლად შეიძლება თბილისი გახდეს ამ პრობლემასთან ბრძოლის გლობალურ ეპიცენტრად. და დღესდღეობით უკვე ითვლება, რომ არის საქართველოს ადგილი, სადაც ანტიბიოტიკო რეზისტენტობასთან შეიძლება ბრძოლა. და ამას სჭირდება უბრალოდ ძალიან დიდი მხარდაჭერა, შეთანხმება ინდუსტრიას, კვლევით ინსტიტუტებს, მთავრობას, სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია, რომ ეს ყველაფერი გახდეს შესაძლებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შორს არ არის ესე ვთქვათ, ეს მომავალი, იმიტომ რომ ყველაფერი აქეთკენ მიდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ტემპებით განვითარდება და თბილისი გახდება რეზისტენტობასთან ბრძოლის გლობალური ჰაბი. ძალიან მაგარია, მადლობა. კიდევ მრავალი თუ შეამჩნევდით, ბოლო წლებში ძალიან ბევრია და კიდევ უწყობს თბილისის კიდევ უფრო წინ წამოწევას. ბოლო კითხვით გადავალ კრისთან. Okay, I will ask you in English. Tbilisi can be used as a best place to validate, test your product, especially with the programs of zero taxes and then easy to relocate, get the residency, and then start expanding and scaling your company startup from here. How do you see private-public partnership in these developments should be working? So there is a point at which the private sector does need to sort of take on a much bigger sort of piece of the load. I mean, if you look at the history of Silicon Valley, in Silicon Valley today, we love to say, "Oh, we did it all ourselves without the government," and that's a lie. The U.S. government was deeply involved in the creation of Silicon Valley, from providing contracts to providing research funding to being an early adopter. The list goes on. But there is a point at which particularly private capital has to step in. And I think that the Georgian government has made progress in terms of helping encourage the formation of real private capital here. I do think, though, there is a mindset shift that needs to happen among the corporations and among the high net worth individuals here that understand that investing in innovation and investing in startups is its own asset class, and that it is an asset class that if you do it correctly can be very profitable for you as an individual and can be incredibly beneficial to the city, to the country, to the population. And I think that, if I look at the next 5 years,
I would like to see at the end of the 5 years that the percentage of the role of the government be dramatically diminished, not necessarily because the government is spending less money, but that the private sector has stepped up so incredibly that the percentage of the government money is diminished. Thank you very much. ძალიან დიდი მადლობა. მეც რატიც შემდეგ უკვე დავიწყეთ ინვესტირებები სტარტაპებში და ეს წამოვა და შემდეგ იმედი მაქვს რომ გავასწრებთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის პანელში. დროში შეზღუდულები ვართ და მგონი კითხვებისთვის რო აღარ გვაქვს. მადლობა ჩვენს მონაწილეებს, ავთანდილ, რატი და ქრის და აქვე ვისარგებლებ ორ კვირაში თბილისში 20-22-ივნის სტარდება მასშტაბური ღონისძიება Global Tech Weekend-ი, ვინც აქ ხართ ყველას გელოდებით, კიდევ ერთი მაგარი ღონისძიება, სადაც 100-ზე მეტი სპიკერი იქნება, როგორც საქართველოდან, ასევე ამერიკიდან, ევროპიდან, აზიიდან და აფრიკიდანაც და გელოდებით ყველას უკვე Global Tech Weekend-ზე ორ კვირაში. მადლობა ძალიან დიდი.